უცნაურად უცაბედად სააკაშვილის Facebook-იდან ქრება არ მოსაწონი პოსტი. ამას აკეთებს ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია Facebook-ის გვერდზე წერს. მელიას თქმით, სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას აქვს წესები. საკუთარ განცხადებაში ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის მოქმედ მენეჯმენტს აკრიტიკებს და მათ კვიპროსიდან მართულებს უწოდებს. მისი შეფასებით, ამ მდგომარეობით ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას ვერ მოუგებს. ბრძოლა უკომპრომისობითაა მოსაგები და არამორალური კომპრომისებით დასუსტებული პოზიციით, რაზეც პარტიის მენეჯმენტი არა მხოლოდ თავად მიდის, არამედ სხვისგანაც იმავეს მოითხოვს, წერს ნიკა მელია. ამ განცხადებაში ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სააკაშვილი მელიაზე პოზიტიურ კონტექსტში წერდა. ეს პოსტი სააკაშვილის გვერდზე აღარ არის განთავსებული. მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ეს ღია შანტაჟი, რომ თურმე იმან უნდა დაასახელოს ახლა შემდეგ პროცესზე და შემდგომ რაღაც სტატუსებს უშლიან. რა ვიცი, ახლა რითი განსხვავდებიან, ახლა რითი განსხვავდება ეს მოცემულობა მეორე მოცემულობისგან, თქვენ გახსოვთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პროცესები არ იყო საჯარო. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ის ფინანსური, რა ვიცი, რასაც პირდებოდნენ, ფულს ისიც გააქრონ. საერთოდ არ გამოვრიცხავ, იმიტომ კონკრეტულად გეუბნებით, ადამიანები არიან სულ სხვა მისიისთვის. ფულის აკეთებლად არიან ჩვეულებრივად, ხო? ჩემი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს გავათავისუფლოთ რუსული რეჟიმისგან და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ საკითხებს მართლა ღიად გეუბნებით, ემოციურადაც აბსოლუტურად ყურადღებას არ ვაქცევთ.